მოგესალმებით, ეს არის მილენიალი. მე კი ნუგრიშ შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია ნინო ხელაია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი და პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი. მოგესალმები ნინო. ნინო, შენ ქონდა ერთი საინტერესო პოსტი, ეხებოდი გლობალურ სიტუაციას და ეხებოდი ადგილობრივ, ზოგადად მემარცხენე დისკურსს, რომ ადგილობრივ მემარცხენე დისკურსი უგულვებელყოფს ხშირ შემთხვევაში იმ მოვლენებს, რაც მიმდინარეობს, უგულვებელყოფს ზოგადად გეოპოლიტიკას და უგულვებელყოფს იმ ახალ რეალობას, რაც უკრაინის ომის შემდეგ დადგა. და ისევ რაღაცნაირად დავიწროება ხდება, აი იჭერენ ხალხს თუ არ იჭერენ ხალხს, აი ესეთი დავიწროება ხდება და არ ხდება მემარცხენეების მიერ რაღაცა გლობალური მოვლენების განხილვა. მე ნახე რომ ბევრი შემოვიდა, ბევრი ადამიანმა რაღაც საკუთარი მოსაზრება დაწერა, გააპროტესტა შენი პოსტი იყო ესეთი მორალისტური რაღაცა როგორ თქვა, ზემოდაყურება კი არა, არამედ რაღაც დათგუნვის მცდელობა, ხო, ბულინგის მცდელობა იყო ესეთი, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვიცნობთ ამ ხალხს. ეს არის ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ კოლონიალიზმზე, ეს არის ის ხალხი, რომლებიც მუშაობდნენ გარკვეულწილად ისეთ საკითხებზე, რაზეც უნდა მუშაობდეს მემარცხენეები. და ამ დროს, როდესაც მათ თვალწინ ვერსაიდი საკითხი გასკდა, მათ თვალწინ მოხდა უამრავი რაღაცა, ხო? არ იმჩნევენ ამ ყველაფერს და ჩართული არიან იმ პროცესებში, რა პროცესებიც პრინციპში მე ამ პროცესს უწოდებ ნეოლიბერალიზმის ან ლიბერალიზმის რაღაც აგონიის პროცესს. ეხლა რაც ხდება საქართველოში. როგორ ხსნი შენ ამას, რატომ მოხდა ისე, რომ მთლიანად შეუერთდა მემარცხენეების ნაწილი ამ ლიბერალურ დისკურსს და რატომ მოხდა ისე, რომ ადამიანები, რომლებიც წლებია რაღაც კოლონიალიზმზე მუშაობენ, რაღაც უფრო ფართო თემებზე მუშაობენ, კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესში ეს ყველაფერი უგულვებელყოფს. კი ბატონო, პირველ რიგში ალბათ იმაზე გავამახვილებდი ყურადღებას, რომ თვითონ ეს ჩემი ნაწერი არ ეხებოდა მხოლოდ მემარცხენეებს. ანუ გარკვეულწილად, როდესაც რაღაცა მცირე მითითებასავით ან რაღაცა ანალიზის მცდელობა არის ისეთი, რომელიც მიუთითებს, რომ რაღაცა გლობალური და უფრო გრძელვადიანი ისტორიული პროცესები უნდა გავითვალისწინოთ დასკვნების მიღების პროცესში. არ ეხება რაღაცა კონკრეტულ იდეოლოგიურ ჯგუფს, რომელიც საკუთარ თავს ახლა როგორც შენ ახსენე, მემარცხენე დაიდენტიფიცირებს. თუმცა გამოვიდა ძირითადად ხო, გამოხმაურება ამ შემთხვევაში მათ მხრიდან იყო, ხო, ესეთი კრიტიკული გამოხმაურება, რომელსაც მე კრიტიკულსაც რა ვიცი გამიჭირდებოდა რომ დამერქმია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან კი მინდა ხოლმე რომ გავიგო კრიტიკა და რა ვიცი ძალიან საინტერესო იქნებოდა, ხო, ჩემთვისაც რაღაცა არავის არ აქვს, მე მგონი რაღაცა ისეთი ამბიცია რომ რაღაც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ვფლობთ, ხო? ზოგადად ეს კრიტიკული დისკუსიები ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძირითადად რაღაცა ტიპის მორალისტურ პოლიციასთან. ხო, გარკვეულწილად, რომელიც ძალიან თქო მიკვირს ეს სიტუაციაც, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა არ არის და რაღაცნაირად ესეთი ის მიიღო, ხო, ამ ყველაფერმა, რომ თუ ვინმე შენი აზრი არ მოსწონს, იქ ხდება რაღაცა მორალიზმი, რომელიც ძალიან გაურკვეველია, რომელი მხრიდან პოზიციონირებს და არ არის რაღაცა რეალური არგუმენტები. ანუ რაციონალური მსჯელობის შესაძლებლობა აქ სხვადასხვა მოსაზრების მქონე ადამიანებს და ჯგუფებს შორის საკმაოდ შეზღუდულია. ეხლა ცოტა მე მგონი იცვლება ეს სიტუაცია, იმიტომ რომ გლობალურადაც იცვლება ყველაფერი და შეიძლება ეს ყველაფერი დაიწყოს ჩვენს ადგილობრივ საჯარო სადისკუსიო სივრცესაც, მაგრამ ერთი რამე ძალიან თვალსაჩინო იყო, რომ და ეს არ ეხება ისევ და ისევ მხოლოდ მემარცხენე ჯგუფებს, ეხება ზოგადად იმ ხალხს, რომელიც საკუთარი თავის და საკუთარი სოციალური ჯგუფის პოზიციონირებას ახდენდა როგორც ხალხი, ხო, როგორც ქართველი ხალხი და ეს ამას ვეძახი ხშირად პროფესიულ საშუალო კლასს. პროფესიული საშუალო კლასი ამ შემთხვევაში იდგა ამ პროტესტების ავანგარდში, არაერთხელ მithქვამს სხვაგანაც და ის შედგება მათ შორის არასამთავრობოებისგან და იმ ეგრეთ წოდებული მემარცხენეებისგან, თუმცა არა მარტო და მთავარი აქ ის არის, რომ გარკვეულწილად მოხდა მათი მხრიდან იმ სამომავლო ხედვის ექსკლუზიური წარმოჩენა,
რომელიც მათ გონიათ, რომ სახელმწიფოს მომავლის ხედვა. ანუ ექსკლუზიურობა რას ნიშნავს, რომ ესე ჩვენ ვართ ქართული ხალხი, ჩვენ ვართ ის, ვინც გადაწყვეტს ამ სამომავლო ხედვას, იმისას თუ როგორი იქნება ქართული სახელმწიფოს მშენებლობა მომავალში და დანარჩენი სხვა ხალხი არ არის. მოდი დაახლოებით ეშმაკის ადვოკატის როლს მოვირგებ. და მათი პოზიციები, მეტნაკლებად ვიცი. ერთი პოზიცია, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული ხელისუფლების ფინანსებზე, ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებსაც გვაქვს ურთიერთობა დასავლურ ფონდებთან და შესაბამისად ჩვენ ნანახი გვაქვს დასავლეთი, ეს ერთ-ერთი არგუმენტია, ჩვენ მათ რაღაცა იდეურ და პოლიტიკურ პროექტებს ვახორციელებთ აქ და ამიტომაც ჩვენ კი ვართ გამანათლებლები. ეს საშუალო კლასი არის გამანათლებელი და საბოლოო ჯამში ლოგიკა ესეთია, რომ მთელი საზოგადოების, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ამ კლასად უნდა იქცეს. ეს სხვადასხვა შეიძლება სხვა ცოტა ნაცები ცოტა სხვანაირად არიან, მაგრამ ძირითადად NGO კლასს ეს უნდოდა, ყოველდღე დეკლარირებულად. ყველანი ჩვენაირები უნდა გახდნენ, ხო? ეს იყო დაახლოებით რაღაც. როდესაც შენ აღვაფრე ესეთი არ მინდა იგულისხმება, რომ შენ გინდა ისეთი ქართველი, რომელიც დამოკიდებული იქნება ხელისუფლების კეთილნებაზე და ამიტომ ის ვერ იქნება თავისუფალი თავისთავად, ის დამოკიდებულია ხელფასზე, დამოკიდებულია სამსახურზე, დამოკიდებულია პენსიებზე და ასე შემდეგ. შესაბამისად, რადგან ეს ჯგუფი ვართ, ესე ვთქვათ, უფრო სოციალურად ყარეთ, შენს თქვი რომ ესა საშუალო ფენა, ამიტომაც ბუნებრივია ჩვენზე დგას დემოკრატიული კულტურა. და ეხლა თქვენ აპირებთ ამ დემოკრატიული კულტურის განადგურებას. აი ეს არგუმენტაცია მათი მხრიდან საკმაოდ აქტიურად გაჟღერდა არაერთ ეთერში მათ შორის. შეგიძლია დაუპირისპირდე ამ არგუმენტაციას თუ არის ამ არგუმენტაციაში რაღაცა ლეგიტიმაციაც? ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო არის უკრაინის მაგალითიც. ანუ უკრაინაში რაც მოხდა, 2014 წლიდან მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ უკრაინაში 2014 წელს უკავშირდება ეგრეთ წოდებული დეკომუნიზაციის პროცესი, ანუ აქედან იწყება, რომელიც უფრო აგრესიულ სახეს იღებს. თუ ჩვენ შემთხვევაში ეს არის 2003 წლიდან, ხო, ვარდების რევოლუციის პროცესიდან, როდესაც წარსულის გადააზრების მთელი რიგი ახალი ნარატივები ჩნდება, უკრაინაში ეს ცოტა უფრო მოგვიანებით იწყება და იქაც ყალიბდება ეგრეთ წოდებული საშუალო პროფესიული კლასი, რომელიც ასევე შედგება არასამთავრობოებისგან. ანუ არასამთავრობოები ჩვენ ამ შემთხვევაში ვიცით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებული არიან ასევე სამთავრობო დონორებისგან, ანუ სამთავრობო სახსრებით, თუმცა უცხო სახელმწიფოს სახსრებით, ხო? უმეტესობა ის რაღაცა დონორთა ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენს ქვეყნებში და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ეს იყო სახელმწიფო სახსრები, ხო? USAID-იც ერთ-ერთი მისი სახელმწიფო იყო. კი ბატონო. რადიო თავისუფლება მათ შორის. მათ შორის, ხო, არა მხოლოდ, ხო, ანუ მთელი რიგი, ანუ ეს არგუმენტი, რომ რაღაცა სახელმწიფოს მხრიდან არ ვფინანსდებით, ეს არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. მაგრამ უკრაინა რატომ ვახსენე? უკრაინაში ეს ხალხიც გარკვეულწილად და აი იმ ანალიზებს თუ წავიკითხავთ, რა ანალიზებიც კრიტიკულ პოლიტიკურ ანალიზს გულისხმობ, ცხადია, თუ გავეცნობით, ძალიან აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ამ მცირე ჯგუფმა ხალხისამ, რომელიც რაოდენობრივად მრავალრიცხოვანი ჯგუფი არ იყო და არც გარკვეულწილად მნიშვნელოვანი სახალხო მხარდაჭერით არ სარგებლობდა, იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ, როგორც ჩვენს შემთხვევაში, არც წევრობაზე დაფუძნებული და არც რაიმე ანგარიშვალდებულებით არ იყვნენ დაკავშირებული ფართო საზოგადოებასთან. შესაბამისად, მათი პირდაპირი ანგარიშვალდებულება უფრო მეტად მიემართებოდა დონორებს, ვიდრე ადგილობრივ საზოგადოებას. როგორც ჩვენთან არაფერი განსაკუთრებული ახალი და ისეთი უცხო. მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ მცირე ჯგუფმა ხალხისამ უკრაინაში მოახერხა, რომ პოლიტიკურად ძლიერი გამხდარიყო. უფრო პოლიტიკურად ძლიერი, ვიდრე ის უმრავლესობა, რომელსაც ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ჩუმ უმრავლესობას ეძახიან ხოლმე. ანუ რა სიტუაცია მივიღეთ, რომ ასიმეტრიული პოლიტიკური ჩართულობა ამ ხალხისა და ასიმეტრიული პოლიტიკური გავლენები იმ პროცესებზე, რა პროცესებიც შემდგომ უკვე
განვითარდა. ეს ჯგუფი, როგორც წესი, არის დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფი, დასავლელი აქტორების მიერ, დასავლური ელიტას, თუ გამოვიყენებთ, უფრო სწორი იქნება და ასევე მათ აქვს საკმაოდ მთელი რიგი ეკონომიკური, ასე ვთქვათ, მახასიათებლები, რომელიც მათ შორის ის, რომ ისინი უშუალო კავშირში არიან და საერთაშორისო ფინანსურ კაპიტალთან, ანუ უშუალოდ მათ ინტერესს ატარებენ, მაგრამ ამასთან ერთად ისიც არის, რომ მათი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გავლენა, ადგილობრივი პოლიტიკური გავლენა არც ისე ხელწამოსაკრავია, როგორც ამას ჩვენ შეიძლება ვუყურებდეთ. შესაბამისად, როდესაც საუბარია უკრაინაში, მაგალითად ისეთ საკითხებზე, როგორც არის ომის თავიდან აცილება, ხო, ანუ მინსკის მაგალითად ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი. 70,000-მდე NGO იყო, როდესაც ზელენსკი გახდა პრეზიდენტი. 72-74,000-ზე ზუსტად აღარ მახსოვს, რომელმაც ხელი მოაწერა, თუ კი ზელენსკი დაიწყებდა მოლაპარაკებებს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთთან, ისინი ზელენსკის მოღალატედ გამოაცხადებდნენ. ანუ ჯერ პრეზიდენტი ახალი გამხდარი იყო. მე ხა ზელენსკის პოზიცია არ ვიცი, უბრალოდ ვამბობ ფაქტს. როდესაც NGO-ებმა უკვე ესეთი ზეწოლა განახორციელეს ხელისუფლებაზე, რომ თუ ესე არ მოიქცევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგასხავდეთ მოღალატეებად, ხო, რაღაც რუსეთის და მიუხედავად ამისა, ომის წინ არსებობს უამრავი საინტერესო ანალიზი, მათ შორის ხშირად ვახსენებ ხოლმე ვლოდიმერ იშენკოს ნაწერებს, რომელიც ძალიან საინტერესო და ძალიან, ასე ვთქვათ, არა მეინსტრიმული წარმოდგენის მქონე ავტორი არის. და ძალიან ბევრს წერს ამ მოვლენებზე. აი ამ ნაწერებიდან ვიგებთ, რომ ომის წინა დღესაც იყო უკრაინაში იმისი პოლიტიკური შესაძლებლობა, რომ რაღაცნაირად სამშვიდობო პროცესით დასრულებულიყო ეს ამბები. ანუ მიუხედავად ამ ხელა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ჩარევისა და მიუხედავად ამ ხელა რაღაცა წნეხებისა, გარე აქტორების მხრიდან იყო ამისი რესურსი და შესაძლებლობა. სხვა საკითხია, მაგალითად, ეს მინსკით მოხდებოდა თუ როგორ მოხდებოდა და რაციონალური იქნებოდა ეს უკრაინისთვის თუ არ იქნებოდა, მაგრამ აქ საქმე ეხება იმას, რომ აი ეს წარმოდგენები, აი ეს ასე ვთქვათ, დამკვიდრებული წარმოდგენები, რომ მაგალითად მინსკის ხელმოწერის შემთხვევაში უკრაინისა და რუსეთის ინტერესები რაღაცა ნულოვანი ჯამის თამაშის შედეგით დადგებოდა, ანუ ან ერთი მოიგებდა და მეორე წააგებდა აუცილებლად აი ესეთი ტიპის წარმოდგენები, გარკვეულწილად ეს ავტორები გვეუბნებიან, რომ თლად ასეც არ იყო. მაგრამ აქ საინტერესო თვითონ აი ზელენსკი მოვიდა გახდა პრეზიდენტი ისეთ წინასაარჩევნო კამპანიით, რომელსაც პირდებოდა ომის დამსრულებას, პირდებოდა შერიგებას და პრინციპში მან მიიღო ის ხმები, რაც იყო ძირითადად აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე. და უცბად ესეთი ადამიანი, რომელსაც გააქვს შენ ლეგიტიმაცია, აწარმო მოლაპარაკებები, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეს NGO კლასი, რომელიც ახლა მგონი 140,000-მდე არის გაზრდილი, ხო? NGO-ის რაოდენობა, მე თუ არ ვწდები, ეგეთი სტატია იყო 140,000-მდე იყო გაზრდილი უკვე შარშან. ესე იგი, ისე დისკურსს გიქმნიან, რომ ალტერნატიული გზები უბრალოდ აღარ რჩება. აი შენ როგორ გონია ეს მე შეხედავ ახლა ის მე ვხედავ ამ ჯგუფებს როგორც რაღაც კოლონიალურ ინსტრუმენტს, რომლებიც ახდენენ კოლონიაში დისკურსის კონტროლს. იმის მიუხედავად, რომ მცირე ჯგუფი არის, ამის მიუხედავად ეს არის რაღაცა გავლენიანი ჯგუფები, მათი გავლენა არის მხოლოდ იმაში, რომ მათ დაასმინონ ქართული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მოსამართლეები და ასე შემდეგ დასავლეთში და დაემუქრნონ დასავლური სანქციებით. NGO-ები აკეთებენ ამას, ხო? ეს ჯგუფები სწორედ აქ არსებობენ ხოლმე იმიტომ, რომ გარკვეულწილად არ მოგცენ სხვანაირი დისკურსის არსებობის საშუალება. ან თუნდაც ისეთი დისკურსის არსებობის საშუალება, რომელიც არჩევნებში იმარჯვებს. ანუ ჩვენ ხედავთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი აბსოლუტურად განსხვავებული ღირებულებებისა, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურულად განსხვავებული ღირებულებებისა, ვიდრე NGO. მაგრამ NGO-ს პროექტები, აქამდე ესე იყო.
მათი პროექტი იყო ისაც ნატოსა და ევროკავშირის ჩაწერა კონსტიტუციაში, ხო? მათი პროექტი იყო ისაც რომ ის რომელი იყო ის გადასახადების გადახდაზე ის მუხლი 94 მუხლის ჩაწერას ესას NGO-ების ინიციატივა იყო, ხო? მათი ასე ვთქვათ გამოიხსენები დარჩა მე. ისიც უნდა ვთქვათ ასევე რომ მრავალი წლის განმავლობაში მართველი პარტიაც ითვალისწინებდა, ხო? აი ამ მათი პოლიტიკური გავლენის საკითხს. ანუ რას გულისხმობ, რომ თუ მაგალითად ევროკავშირის მითითებები იყო და ბოლოს უკვე რეკომენდაციებში პირდაპირ ეწერა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ეს ჯგუფები და სამოქალაქო საზოგადოება განიმარტებოდა როგორც ეს NGO-ები, უნდა ჩართულიყვნენ მოლაპარაკების უბრალოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხო? ანუ აქ ისმის ხოლმე, რა ვიცი, პოლიტიკურ თეორიაში ყოველ შემთხვევაში ისმის შეკითხვა, ვინ არიან ეს ჯგუფები და ვის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები, ხო? ანუ წმინდა დემოკრატიულად რომ შევხედოთ ამ საკითხს, ვის წარმოადგენენ? ერთი შეკითხვა მაქვს. მე მაინც იმდენი ხანი არ მიცხოვრია და დასავლეთში, გერმანიაში მათ შორის, რამდენიც შენ. და ნუ ესე არის ჩვენთან მოწოდებული, რომ იქ ესე ხდება, იქაც ძლიერები არიან NGO-ები. ჯერ ესე შეკითხვა მიჩნდება ყოფი დონეზე. რამხელა გავლენა აქვს იქ NGO-ს. იგივე გავლენა აქვს, რაც ჩვენთან აქვს და მეორე თუ დემოკრატია ესე მუშაობს, თუ ლიბერალური დემოკრატია ესე მუშაობს. მაშინ რა პრეტენზიები გვაქვს თუ ჩვენ აქამდე ლიბერალურ დემოკრატიას ვაშენებდით, ხო? ანუ ჩვენ ხო იმის შემდეგ, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ეგ გვინდოდა რეალურად გამოცხადებული ლიბერალური დემოკრატია გვინდოდა. ანუ იმის თქვა მინდა, რომ თუ ჩვენ გვინდა ლიბერალური დემოკრატია, ესაც ხომ არ არის მისი შემადგენელი ნაწილი. ძალიან კარგი შეკითხვაა ეგ, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვხსნით ხოლმე მაგალითად საქართველოში რა სპეციფიკა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დასავლეთში როდესაც ვხსნით ამ საკითხს, მათ ხშირად არ ესმით რა ფენომენთან გვაქვს საქმე. იმიტომ რომ ეს არის გარკვეულწილად საკმაოდ ლოკალური მოვლენა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის და ახლა ავხსნი რატომ არის ეს მაინც დამახასიათებელი და სპეციფიური. დასავლეთში როდესაც საუბარია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, აქ საუბარია უმეტესად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზეც, რაც ამ შემთხვევაში, ჩვენს შემთხვევაშია საკმაოდ, ასე ვთქვათ, წარმოუდგენელი იყო ხოლმე, იმიტომ რომ აქ ასე ვთქვათ, დათქმა და დაშვება იყო, რომ სახელმწიფო არის რაღაცა მაინც ბოროტება, კორუმპირებული და შესაბამისად მის მიერ მხარდაჭერილი არასამთავრობო არ შეიძლება არსებობდეს, იმიტომ რომ არასამთავრობო იმიტომ არსებობს, რომ მან პირიქით რაღაცა ოჯდოგობა და კონტროლი და ესეთი, ასე ვთქვათ, შემზღუდველი როლი უნდა, წნიხი უნდა განახორციელოს. გერმანიაში ეს ადენაუერის ფონდი იქნება, როზა ლუქსემბურგის ფონდი იქნება თუ სხვა პარტიული პარტიები ცხადია, ისინი პოლიტიკურ პარტიებზე მიბმული ფონდები არიან, მაგრამ ეს კიდე ესეც შეიძლება ჩავთვალოთ სამოქალაქო საზოგადოება. ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების შესახებ თეორიული დისკუსია, ხო, ანუ განმანათლებლობიდან დღემდე მოდის და სახეს იცვლის ეპოქების მიხედვით. ანუ თავიდან მაგალითად ისტორიულად სამოქალაქო საზოგადოება იყო ეკონომიკური სფერო, ანუ ამ სფეროში ბურჟუაზია ცდილობდა საკუთარი გავლენების დამკვიდრებას რაღაცა გადაწყვეტილების პროცესში. ანუ ეს იყო იმის შემდგომ ტრანსფორმაცია განიცადა ცხადია. ახლა ევროკავშირის დღევანდელ კონტექსტში სამოქალაქო საზოგადოების აქტორები საერთოდ ახლოსაც არ არიან იმ პოლიტიკურ გავლენებთან, რა პოლიტიკური გავლენებიც ამ ორგანიზაციებს აქვთ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ანუ გულისხმობ იმას, რომ ამ შემთხვევაში ისინი უფრო ასრულებენ ეგრეთ წოდებული რაღაცა კონკრეტულ ექსპერტიზას, ანუ კონკრეტული სფეროს ირგვლივ რაღაცა ექსპერტულ გაერთიანებებს, რომლებიც სახელმწიფოს მათ შორის ეხმარება და მათ შორის რაღაცა მიმართულებასაც აძლევს, რა, მაგალითად თუ გარკვეული მწვანე განვითარების ან მწვანე ეკონომიკის საკითხებში იქნება ეს თუ სხვა რაღაცა ისეთ საკითხებში, რომელშიც მიიჩნევა, რომ რაღაცა დისკუსია უფრო შორს წავიდა და დაიხვეწა და მოდი სახელმწიფო ამისკენ ვუბიძგოთ და მოდი
დავეხმაროთ კიდევაც, კვლევები ვაწარმოოთ, პოლიტიკის ადვოკატირება გავაკეთოთ. თუმცა იქ არავის არ მოუაზრად და არავის ეგ პრაქტიკაში არ არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყოველდღიურად პოლიტიკური განცხადებები აკეთონ, რაღაცა პოლიტიკის ნებისმიერ საკითხზე. და მით უმეტეს ისეთ, ასე ვთქვათ, ბრძოლებში შევიდნენ, როგორ ბრძოლებშიც ჩვენ გამოცდილი გვაქვს. და ძალიან ისეთი ძანწყინთ ხოლმე მათ ხშირად, რომ როდესაც მათ პოლიტიკურ გავლენაზე ვსაუბრობთ, რაღაცა ხშირად ესეთი ისინი მოდის ხოლმე, რომ აი რატო საუბრობთ არასამთავრობოების პოლიტიკურ გავლენაზე, მაშინ როდესაც ბევრად უფრო დიდი ძალაუფლება აქვს სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში პასუხი ის არის, რომ ქართულ კონტექსტშიც და ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყნის კონტექსტშიც სამოქალაქო საზოგადოება, რასაც დაერქვა, ის ორგანიზაციები ბევრად უფრო გრძელვადიანი ძალაუფლების მქონენი არიან და არანაირი ანგარიშვალდებულების მქონენი არიან, ვიდრე ნებისმიერი მთავრობა. იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა, დღევანდელი ქართული ოცნება თუ სხვა. ანუ მათი ძალაუფლება 30 წლის განმავლობაში ბევრად უფრო განგრძობადი და უწყვეტია. ანუ თავრობები იცვლებიან და ისინი რაღაცნაირად მაინც რჩებოდნენ ხოლმე, ასე ვთქვათ, აი ამ ძალაუფლების პოზიციაში. და აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ დღეს მაგალითად ეს შეცვლილი არის, რაღაცა ყოველ შემთხვევაში გადააზრება ხდება ამ პროცესების, ხო? ანუ კრიტიკულად ხდება ამ საკითხების დანახვა და პირველად ხდება ამ 30 წლიან ისტორიაში კრიტიკული შეკითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით თუ რას წარმოადგენს დონორის მიერ გაცემული თანხა. ანუ ეს შეგვიძლია თუ არა და ეს სხვათა შორის სამეცნიერო წრეებსაც ასე ვთქვათ დაეწყოთ და მათ შორის დასავლურ აკადემიურ სივრცეებშიც დაიწყო რაღაცნაირად იმაზე საუბარი რას ნიშნავს უცხოური დახმარება. ანუ შეგვიძლია თუ არა უცხოური დახმარება პირდაპირ განვიხილოთ როგორც უცხოური ინტერესი. ან ის უცხოური ინტერესი შეიძლება თუ არა ყოველთვის ცუდი იყოს, ხო, შეიძლება კარგიც იყოს, ხო, რაღაც გარკვეული საკითხებში, რაღაცა იყოს რაღაცა პროგრესული და ასე შემდეგ. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენთვის არის ძალიან, ასე ვთქვათ, რელევანტური, არის რომ თუ აქამდე უცხოური დაფინანსება ითვლებოდა გარკვეულწილად ქველმოქმედებად, ხო, რაღაცა ესეთი ტიპის კეთილი გავლენა, ესე ვთქვათ, კეთილი საქმეებისთვის დახარჯული დახმარება. ხო, ანუ რაღაცა ტიპის საქველმოქმედო აქტი იყო ეს, რომელსაც ისა თუ ის ხალხი, ხო, ამ ხალხისგან, იმ ხალხისგან ეს დახმარება, ესე წარწერებიც გვახსოვს, ხო? თუ ეს ასე მიიჩნეოდა, გარკვეულად ეხლა ხდება ამისი გადააზრების პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ გადააზრების პროცესში ჩვენ შევძლოთ მართლაც ესეთი კრიტიკული შეკითხვების დასმა, რომ ეხლა ყველაფერი ერთ ქვაბში არ მოიხარშოს. ანუ ყველაფერი რაღაცნაირად მე ცოტა ეს ამის მეშინია, რომ ხშირ შემთხვევაში ყველაფერი ერთ ქვაბში იხარშება. ის რომ შენც იცი სამეცნიერო გრანტების მნიშვნელობა ну თანამედროვე კონტექსტიდან გამომდინარე, ხო? ერთი ისაა, რომ შეიძლება ზოგადად ეს პროცედურა არ მოგწონდეს და სხვა მიგაჩნდეს, სხვადასხვა სისტემა მიგაჩნდეს სწორედ, მაგრამ ის რომ ეხლა ბევრი ადამიანი უბრალოდ გადარჩა აკადემიურ სფეროში, სწორედ იმიტომ რომ არსებობდა ეგეთი სფერო და ეხლა ერთი ხელის მოსმით შეიძლება ეს ყველაფერი უცბად დაკარგოს ადამიანებმა, ხო? ეს მათთვის იქნება გარკვეული პრობლემა. ამიტომ ჩდება ესეთი შეკითხვა, მე მაქვს ესეთი პრობლემა. აი მაგას სოროსთან დაკავშირებით. წარმოიდგინოთ არის ადამიანი ძალიან დიდარი, მილიარდელი, რომელსაც გააჩნია რაღაცა იდეები. აი ოპერის იდეები, ლიბერტარიანული რა ვიცი რა დავარქვა, ოპერი ხო უფრო ლიბერალური საზოგადოება და მისი მტრები, ხო? და მინდა რომ გამოვზარდო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, არა მარტო ეს ჩემი მიმდევრები. ქნე სასწავლო ცენტრებს, სადაც ადამიანები სწავლობენ, იქნება ინფრასტრუქტურა, იქნება ყველაფერი იქნება, ეს უკვე ჯგუფურად იქნება და ისინი იმ იდეის მატარებლები ხდებიან, რა იდეაც მე მინდა რომ გქონდეთ მათ. ახო შემოდის ერთი მომენტი. ეხლა მეორე ადამიანი რომ გამოვიდეს მაგალითად და მეორე მილიარდერი და იმას აბსოლუტურად სხვა ფასეულობები გააჩნდება. უფრო უარესი ფაშისტური. იმანაც რომ დაიწყოს ესეთი საუნივერსიტეტო სისტემის შექმნა, ხო? ხო ჩდება ლეგიტიმური შეკითხვა, სად არის ის რეგულაციები,
რომელმაც უნდა შეზღუდოს როგორც ეს, ისე ისიც, ხო? სად არის განათლების მნიშვნელობაზე როდესაც საუბრობ. ეს ხომ არ არის რაღაცა მარტო პროექტი, რომ ვიღაცის რაღაც იდეოლოგიური გავლენის ქვეშ მოვექცეთ, ხო? აი ამ მომენტში რას პასუხობთ აი ამ კონკრეტულ სიტუაციიდან? ყავს უამრავი ადამიანი, რომელმაც ცენტრალურ ევროპის უნივერსიტეტში ისწავლა. რომელიც ახლა დასაქმებულია სხვადასხვა ფონდებში, სხვადასხვა სტრუქტურებში და ასე შემდეგ. რას ვეუბნებთ ამ ადამიანებს? თუ თქვენ ახლა ისე ისწავლეთ, არ მოგწონს სურვილი და ისე ისწავლეთ და არ ახართ საჭირონი თუ სხვა რაღაცას ვეუბნებთ. აი ესაა ჩემი ესეთი შეკითხვა. ანუ ორი შეკითხვა გამომივიდა, მაგრამ პრინციპში ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ეგ საკითხი თვითონ რაც ახლა დასვი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საქმე არ ეხება მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს, ანუ ან მეცნიერებს და აკადემიკოსებს, რომლებიც გარკვეული გრანტებით სარგებლობდნენ და ვიცით რომ უამრავი გრანტის ქვეშ საინტერესო პროდუქტი დადებულა, ხო? საქმე ეხება ასევე მთელ აი ამ ასე ვთქვათ ჯგუფს საშუალო კლასისა, რომელთა მარგინალიზებაც ზოგადად კარგ საქმედ საერთოდ არ მიმაჩნია. ანუ მარგინალიზება იმიტომ რომ რაღაცა ცხადია იქ არსებობს განსხვავებები, იქ ზოგი პოლიტიკურად ძალიან აქტიურია, ზოგი ნაკლებად იქ არსებობს საშუალო რგოლი და ასე შემდეგ, რომელთა მატერიალური ინტერესი იყო დასავლეთთან ესეთი მჭიდრო ინტეგრაცია, ისე როგორც ეს აქამდე მიდიოდა და რომელიც ეხლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. გულისხმობ იმას, რომ როდესაც ასეთი ტიპის უცხოეთი გიქმნის ქვეყანაში საშუალო კლასს და ეს 30 წლის მანძილზე გრძელდება, ანუ აქ შეკითხვები უნდა დაეშვას არა მხოლოდ იმ დონორთა ინფრასტრუქტურას, არამედ თავად იმ ეკონომიკურ სისტემას, რომელ სისტემაშიც ეს ხალხი ამდენი ხანი ოპერირებს. ანუ ამ შემთხვევაში თუ სიტყვაზე რაღაცა დონორები წყვეტენ, არ ვიცი USAID თუ შეწყვეტ საბოლოოდ, არ ვიცი როგორ გადაწყდება ახლა ეს ყველაფერი, მაგრამ ზოგიერთი სხვა დონორიც თუ აი ამ საქმიანობას შეაჩერებს და ეს ხალხი ხვალ უნდა დარჩეს ყველაფრის გარეშე, ეს ამ ქვეყნის პრობლემაა. ანუ ამ ქვეყნის პრობლემაა იმ მხრივ რომ რას თავაზობს, რა პოზიტიურ პროექტს თავაზობს ხო საქართველო იმ ხალხს, რომელიც აქამდე სხვა, ასე ვთქვათ, მატერიალურ წყაროებს იყო მიბმული. და ეს ეხებათ მათ შორის სამეცნიერო საზოგადოებას. ანუ ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ აუცილებლად მიმაჩნია, რა ვიცი, ამ შემთხვევაში იმაზე დისკუსია, რომ რაღაცა აი ამ ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში ვიმსჯელოთ იმაზე, რომ როგორ შეიძლება შევქმნათ რაღაცა ალტერნატიული გეგმა იმისა, რომ ეს ხალხი რაღაცა ყველანაირად არ გაირიყოს. ყველანაირად გარიყვაში გულისხმობ ზუსტად აი ამ რაღაცა მატერიალურ გარიყვას, ხო? იმიტომ რომ უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ობიექტური მოცემულობები არსებობდა იმისა, რატომაც ეს ხალხი მიდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, ხო? ანუ ეს იყო შედარებით მაღალი ხელფასი. ეს ყველა მიცის და მათ შორის ისაც აღიარე, რომ ეხლა სახელმწიფოს პოზიციიდან ეს ხალხი თუ კი სახელმწიფოს საკუთარ პროექტებში ჩართვა, არის პოტენციური დივერსანტი. ხო, არა, ეს არის სხვა, ანუ სხვა ეგ სამსჯელო საკითხი, ანუ ვერ ვიტყოდი, რომ იმ მსგავსი ტიპის ფუნქციები უნდა შეასრულონ. არ ვიცი, ეგ ძალიან რთული ესეთი საკითხი არის. ანუ მსგავს ტიპის რაღაცა ფუნქციებს სავარაუდოდ ვეღარ შეასრულებენ, რთული იქნება მათი სახელმწიფო ინსტიტუციებშიც ინტეგრირება, საქმე-საქმეზე რომ იდგეს, მაგრამ იქ უნდა არსებობდეს სხვა რაღაცა, რაც ამ ხალხს რაღაცა გადარჩენის იმედს მისცემს. ანუ მე არ გულისხმობ, რომ მათ ისე იგივე ფუნქციები უნდა ატარონ და იგივე პოლიტიკური პროცესების თანამონაწილეები უნდა გახდნენ, როგორც ეს აქამდე იყო და ისე რაღაცა ავანგარდის რაღაცა პოზიციაში ესაუბრნონ სახელმწიფოს, მაგრამ სამსჯელო არის ის, რომ ეს ხალხი ამ საზოგადოების რაღაცა ნაწილი არის და მათი უმრავლესობის საფიქრალი, მე რაღაცა საკმაოდ მაღალი პროცენტულობით ვარ ამაში დარწმუნებული, რომ მათი უმრავლესობის ყველაზე, ესე ვთქვათ, ესეთი დიდი საფიქრალი არის ის, რომ რა იქნება მათი მატერიალური მდგომარეობა, თუ ეს ყველაფერი ესე შეიცვლება. ამიტომ დავარქვი მე თავის დროზე, როდესაც ძალიან დიდი რაღაცა ის მოყვა ამ ყველაფერს გამოხმაურება რატომღაც, რომ ეს რაღაცა საშუალო კლასის ინტერესებს ატარებს მეთქე ეს პროტესტი. ინტერესი ამ შემთხვევაში არის მატერიალური ინტერესი, დაიცვას თავისი არსებული პოზიცია. დაიცვას თავისი არსებული
ასე ვთქვათ, მდგომარეობა იმ კონიუნქტურაში, რა კონიუნქტურაც არსებობს. ხო, მაგრამ მოდი ეს რამოდენიმე ვერსია განვიხილოთ. აი შეძლეს მათ და საკუთარი რაღაცა პოზიციები გაიმყარეს. ეს ხო მუდმივი დესტაბილიზაციის წყაროთ იქცევა მერე. მუდმივი დესტაბილიზაციის წყაროთ იმ გაგებით, რომ დემოკრატიული რაღაცა ისე პროცესები ქვემოდანაც წამოვა, ყოველთვის დახვდება ესეთი საშუალო კლასი, NGO კლასი, რომელიც, რა ვიცი, დაბლოკავს ვიღაცებს არ მიცემს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებებს, ვიღაცებს გაუყალბებს, იქ ნახეთ ხო რუმინეთში რაც მოხდა სასამართლოს მიმართებაში და აღმოჩნდა ერთ-ერთი მოსამართლე პირდაპირ ყოფილა დაკავშირებული სოროსის ფონდთან. პირდაპირ ყოფილა დაკავშირებული და მე მგონი ცენტრალურ უნივერსიტეტში უსწავლია, ევროპის უნივერსიტეტში უსწავლია. ანუ ეს ადამიანები უბრალოდ ისე არ არიან გაზრდილები, ეს ადამიანები არიან კონკრეტული ამოცანებისთვის გაზრდილები და კონკრეტული ამოცანებიდან ღებულობდნენ ამ თანხებს. მეორე მხრივ აიღეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა. ეს პოლიტიკური ელიტა ეხლა ამ ეტაპზე ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ 2012-ში, 13-ში, 14-ში, 15-ში, 16-ში, 19-მდე მოკლედ იყო დაინტერესებული, რომ ამ კლასთან ეთანამშრომლო. ეხლა ეს პოლიტიკური ელიტა რამდენად არის დაინტერესებული, რომ ეს კლასი ზოგადად არსებობდეს. ანუ კი ბატონო, აი ისე რაღაცა ცოტა ადვოკატირების შეშმაკის ადვოკატის პოზიციიდან შევხედოთ ამ საკითხს. ანუ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ მათ პოზიციები გავამყარებინოთ ისევ. ანუ საუბრობ იმაზე, რომ სინამდვილეში ეს ჯგუფი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ეს ჩანს კიდევ. ანუ იქ შეიძლება ვისაუბროთ სხვადასხვა გრადაციებზე, ხო? ანუ არსებობენ ის ყველაზე რაღაცა წინა ხაზზე მდგომი აქტივისტები, ყველაზე აქტიურები და ასე შემდეგ და არსებობს კი დანარჩენი ხალხი, რომლებიც სხვადასხვა როლები აქვთ, ხო, ამ ორგანიზაციებში. ეს არ არის პატარა ორგანიზაციები. და როდესაც საუბრობთ აი მსგავსი ტიპის ალტერნატიულ საკითხს, ეს არის საუბრობა არა სოციალური პოზიციის გამყარებაზე, როგორც ისევ იგივე ფუნქციის შემასრულებელი პროფესიული საშუალო კლასი, არამედ საუბრობ რაღაცა მატერიალური წყაროს ქონაზე. ანუ არ საუბრობ იმაზე, რომ მათ ისევ რაღაცა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა გაამყარონ. ისეთი როგორც მათ არის ესეთი დაფინანსებები, საკმაოდ დიდი დაფინანსებები აქვს ქართულ პარტიებს. ამ სახელმწიფო ამ პარტიებს ხო შეუძლიათ საკუთარი ფონდები შექმნა, სადაც ამ ესე იგი NGO-ებს დააფინანსებენ. ისედაც ამ ზოგიერთი პარტიის ინტერესად არის პირდაპირ თუ ირიბა საკითხია, მაგრამ რეალურად ეს და იგივე პოლიტიკურ პლატფორმაზე დგანან. ანუ არსებობს წყაროები, რეალურად სახელმწიფოს აქვს გამოყოფილი წყაროები მათთვის. აქ საუბარია იმაზე, რომ კაი რაღაცა წყარო მიეც, შემოსავლის წყარო მიეც. როდესაც ისინი კარგავენ დისკურსის კონტროლის მექანიზმებს, როდესაც ისინი კარგავენ არამედ დისკურსს, არამედ კანონების მიღების მექანიზმებს კარგავენ, კანონებზე ზეგავლენის მექანიზმზე, ხო, შემუშავების დროს ზეგავლენის მექანიზმებს. ეს ისტორია პრინციპში, ხო, ანუ იმისთვის, რომ კანონ შემოქმედების პროცესში ზეგავლენის ბერკეტი გქონდეს, უნდა წარმოადგენდა გარკვეულ, რა ვიცი, როცა ჯგუფს ხალხისას, რაც ამ შემთხვევაში არ გვაქვს ხოლმე სახეზე, ხო? ანუ ეს წარმომადგენლობითი თობის პრინციპი, ხელწამოსაკრავი პრინციპი არ არის. ხო და ის ეს შეკითხვა. აი ნუ ეს ყველაფერი თუ ესე ქრება რა. ან ნუ ცივი სამოქალაქო ომის ლოგიკიდან გამომდინარე ესე ხდება. როგორც საზოგადოებაში აღმოჩნდებით ხო? ანუ დღეს ხო უკვე ჩანს რაღაცა ისეთ. ეს საზოგადოება რამდენად იქნება ახლა მეორე მხარე ისეთი აქტიური, რომ საკუთარი ესე იგი პოზიციები დაიცვას ხელისუფლებასთან მაგალითად. ხო? მეორე მხარე როგორ? მხარე, ანუ უმრავლესობა. რამდენად აქვს ეს რესურსი ამ ჯგუფების გარეშე, რომ საკუთარი პოზიციები დაიცვას. აი ეს ლეგიტიმური შეკითხვა ჩდება. შენ როგორ პასუხებ ამ შეკითხვას? ეს შეკითხვა არსებობს ძალიან დიდი ხანია უკვე, იმიტომ რომ აქამდეც რა ბერკეტი ჰქონდა უმრავლესობას საკუთარი პოზიციების წარმოჩენისა. ან საკუთარი პოლიტიკური წონის წარმოჩენისა. და ეს ძალიან ესეთი კითხვა განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ
არაერთხელ მოგვისმენია ესეთი, ასე ვთქვათ, დაყოფა საზოგადოების, სადაც ერთის მხრივ რაღაცა მოდერნიზებული, ლიბერალური, პროევროპული და ესეთი განათლებული ხალხი დგას და მეორეს მხრივ რაღაცა ბნელი, retarded, ეგრეთ წოდებული, ჩამორჩენილი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს რაღაცა იერარქიული მარკერები რაღაცა ვიღაცა ზემოთ დგას, ვიღაც ქვემოთ დგას. ამ საზოგადოებას უკვე კარგი ხანია აქვს, ხო? ვიღაცა უფრო თავისუფალია, უფრო ლაღია, უფრო კარგად დაცვია, უფრო ფერადი ტანსაცმელი აქვს და ვიღაცას რაღაცა მუქ ტანსაცმელებში გვევლინება საპროტესტო აქციებზე, რაც რაღაცა ვიღაცებისთვის მარკერია და აღნიშნველია გარკვეული სოციალური პოზიციისა. ხო? და აი ამ შემთხვევაში ეს ამის გამოცდილება ჩვენ უკვე კარგი ხანია გვაქვს. ახლა ხანს ისწავლეს მე მგონი არასამთავრობოებმა, რომ თლად ესეთი ფრონტალურად არ უნდა დაუპირისპირდნენ საზოგადოებას, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი წლების განმავლობაში ასე იყო. მაგრამ საქმე ის არის, რომ აი ამ გამოცდილების ფონზე ყოველთვის არსებობდა ის შეკითხვა, რომ რა ბერკეტები არსებობდა იმ რაღაცა ეგრეთ წოდებულ ხალხის მხარეს, ხო? ანუ ვინ არის ეს ხალხი? ის ხალხი, რომელმაც ჩვენ ვამბობთ, რომ გონიერება გამოიჩინა, აი, როდესაც საქმე მიდგა რაღაცა გლობალურად პარადიგმული ცვლილებების მომენტზე, ხალხმა გამოიჩინა გონიერება და ვეთანხმები ამ მოსაზრებას ქართული ხალხის გონიერების შესახებ. მაგრამ მეორე მხრივ ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს ხალხი გავიაზროთ, ხო? აი რა სოციალური ჯგუფებისგან შედგება ეს ხალხი, რა პოლიტიკური შესაძლებლობები, რა პოლიტიკური ძალაუფლებები აქვთ, ხო? ვინ მუშაობს მათ პოლიტიკურ გაძლიერებაზე? იმიტომ რომ ანუ მაგალითად იგივე ეკლესია ავიღოთ, ხო? ეკლესია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ თუ შევხედავთ სამეცნიერო ლიტერატურას, მათ შორის იმ ლიტერატურას, რომელიც უცხოეთში იბეჭდება და ჩვენი საზოგადოების შესახებ უცხოეთში ცოდნას წარმოქმნის, ეკლესია მიჩნეულია ერთ-ერთ იმ, ასე ვთქვათ, ბნელ ძალად, რომელიც საქართველოს მოდერნიზაციას ხელს უშლის და უშლიდა და დღესაც უშლის. და ეკლესიის წიაღიდან ამ ანალიზის მიხედვით ეკლესიის წიაღიდან გამოდიან ეგრეთ წოდებული ისე რა ქვია far right რასაც ეძახიან, ანუ ულტრამემარჯვენეები, კი ბატონო, და ულტრამემარჯვენე მედია, ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფები, აი ამ ეკლესიის წიაღიდან, რომლებიც საქართველოს, ასე ვთქვათ, განვითარების დამაბრკოლებლები არიან. და ეს რა ვიცი, ძალიან შოკის მომგვრელად ჟღერს ერთი შეხედვით, რომ რაღაც როგორ შეიძლება ასეთ რაღაც სამეცნიერო მისი რაღაც ესეთი ნაწილი იყოს, ხო? სამეცნიერო აზრის, თან რაღაც უკრიტიკო, მაგრამ არის. ანუ ძალიან და არც ისე არაპოპულარული სხვათა შორის, რომლებიც აი ამ მათ შორის საინტერესოა, რომ მათ შორის ესეთი ბობულა ლიბერალების დიდი ნაწილი რაღაც თავის ბიოგრაფიის რაღაც ეტაპზე დაახლოებული იყო საპატრიარქოსთან. შემიძლია სახელი გვარებით ჩამოთვალო. გიგი უგულავა, რა ვიცი, თავისუფლების ინსტიტუტის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, ბექა მინდიაშვილი და სხვა ესეთი რა, ესეთი ლიბერალი ისეთი უფრო ინტელექტუალები. კი, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო უფრო მე ინტელექტუალურ ჯგუფებს გულისხმობ, ხო? ანუ იმ ინტელექტუალურ ჯგუფებს, რომლებიც საზრის უქმნიდნენ იგივე 2003 წლის შემდგომ პროცესებს და ცვლილებებს. ანუ 2003 წლის შემდგომ პროცესებს უნდა ვთქვათ, რომ ძალიან სერიოზული ინტელექტუალური გამამყარებელი, ესე ვთქვათ, სვეტები ჰქონდა. და მათ შორის ის, რომ, რა ვიცი, აი ისე იმ ნაწერებს თუ გადავხედავთ, მოდერნიზაციის პროცესი საქართველოში დაიწყო 2003 წელს. მაშინ, როდესაც, რა ვიცი, 90-იან წლების შემდგომი პროცესი, ზოგადად ვიცით, რომ პოსტსაბჭოთა დემოდერნიზაციის ეპოქაა, ხო? ანუ პოსტსაბჭოთა დეინდუსტრიალიზაცია და დემოდერნიზაცია, ხო, რომელიც, რა ვიცი, 2003 წელს საქართველოს გლობალურ ბაზარზე ინტეგრაციით არ შეწყვეტილა პირიქით. ანუ მოდერნიზაცია არ გულისხმობს იმას, რომ რაღაცა მხოლოდ ქუჩაში აღარ ვიხდით ქრთამს პოლიციისთვის ან არ იხდიან ადამიანები რაღაცა გადასახადს იმისთვის, რომ უნივერსიტეტში მოხვდნენ. ხო, ეგ არის თავარი მაგალითები ხოლმე, კორუფციის აღმოფხვრა მაგალითად. ხო, ნარატივი გასაგებია, ყველას გვახსოვს ეგ მაგას ნაცების ნარატივს უწოდებ მე პრინციპში. სადაც,
მოვიდა განმართველებელი უმცირესობა, რომელმაც ბნელი საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ქართველები, წინააღმდეგობის მიუხედავად შეცვალა და მაინც გამოზარდა ახალი თაობა, რომელიც ეხლა გამოდის და აპროტესტებს აი ამ აქციას. ესაა მთელი ესე იგი ლოგიკა. მაგრამ აი მეორე ესეთი მომენტია, რომ შენ საუბრობდი სამოქალაქო საზოგადოებაზე, აი მაინც ესე ვთქვათ, ანსხვავებ როგორც ჩანს შენ NGO კრატიას ან NGO-ში დასაქმებულ ადამიანებს სამოქალაქო საზოგადოების, სხვა სამოქალაქო საზოგადოებისგან, ხო? სად ხედავ ამ სხვა სამოქალაქო საზოგადოებას? ერთი ახსენე ეკლესია. ნუ ეკლესია ხო არის ერთ-ერთი რაღაცა მომენტი არის, მაგრამ მაინც ლიბერალურ პარადის აღწერაში აღმოჩნდი უცბად. ხო, ერთ მხარეს არის რაღაცა ბრნელი ბრეული და მეორე მხარეს არის რაღაცა საშუალო ფენა. ხო, NGO-ში დასაქმებული საშუალო ფენა. არის ქართულ საზოგადოება უფრო მრავალფეროვანია, ხო? კი, ანუ სად ხედავ შენ, ანუ ვინ უნდა იყოს ის ხალხი, რომელთა რაღაც შეთანხმებაზე შედგება ახალი სამოქალაქო კულტურა. ვინ უნდა იყოს? აი ვინ უნდა შეხვდნენ, აი ძალიან ისეთი უტრირებული ნათქვამია, მაგრამ ვინ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, რომ რაღაცა წესებზე, რაღაცა მიმართულების, განვითარების მიმართულებაზე შეთანხმდნენ. ესეც ძალიან ესეთი ფუნდამენტური შეკითხვაა, ხო? იმიტომ რომ აქამდე გარკვეულწილად ცხოვრობდით საზოგადოებაში, რომელშიც საზრისებს ქმნიდნენ NGO-ები. ანუ რა ვიცი, დღემდე ჩემი სტუდენტების და რა ვიცი, ბევრი სტუდენტების უმეტესობა ხშირად არასამთავრობოების მიერ მომზადებული, ეგრეთ წოდებული რეპორტებით ან სხვადასხვა კვლევებით სწავლობს სხვადასხვა საგნის შესახებ, იმიტომ რომ უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ალტერნატიული წყაროები გამოპუბლიცირებული ნაშრომებისა ძალიან მწირია. ხო, ანუ ეს ძალიან ობიექტური მიზეზის გამო ისევ და ისევ. თვითონ რაც შეეხება ხა სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოება ჩვენთან დაერქვა NGO-ებს, ხო, როგორც თქვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ის რაღაცა ამერიკის თუ დასავლეთის მიერ რაღაც democracy promotion-ის დემოკრატიის მხარდაჭერის პროექტების ფარგლებში არასამთავრობო უნდა ყოფილიყო ის, რაც სამოქალაქო საზოგადოებად ითარგმნებოდა. მაგრამ აი სამოქალაქო საზოგადოება ვიცით, რომ ამ შემთხვევაში ფართოდ ცნება. ანუ ვიცით, რომ იგივე ეკლესიის მრევლი მაგალითად არის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომელსაც აქვს თავისი გარკვეული, ასე ვთქვათ, სამოქალაქო კომპონენტი, იმიტომ რომ ის არსებობს სახელმწიფოსა და საზოგადოებას რაღაცა გამაშვალება ორგანიზებული ელემენტია, ხო? მოძღვარი, კონკრეტული მოძღვარი უნდა იყოს ამ რაღაცა შეთანხმების პროცესში. კიდევ ვინ? არა, უნდა იყოს კიდე ცალკე საკითხია, ანუ უნდა იყოს სხვა რამეა, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ სინამდვილეში კითხვის ნიშნის ქვეშ ისიც დგება, უნდა გამოვიყენოთ თუ არა ეს ცნება, როგორც რაღაცა პროგრესული ცნება. თუ დავანებოთ თავი, ანუ სამოქალაქო საზოგადოებაზე ვისაუბროთ, როგორც რაღაცა მნიშვნელოვან აქტორზე, თუ დავანებოთ თავი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ ეპოქაში, ამ ისტორიულ ეპოქაში ეს ცნება გაირყნა იმ მხრივ, რომ ის აღარ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების იმ რაღაცა ნორმატიულ იდეას, რომელიც კარგი იდეაა. ანუ პროგრესისტულ გაგებას აღარ წარმოადგენს. ხო, ანუ პროგრესისტულ გაგებას რომელ ეპოქაში წარმოადგენდა, ეს კიდე საკითხავია, ანუ ყოველთვის ის პროგრესული არ იყო, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების ბევრი მიდგომა, თეორიული მიდგომა არსებობს და მათ შორის, არ ვიცი, ხშირად გრამშისაც ვციტირებ ხოლმე ამ შემთხვევაში, გრამშისთვის მაგალითად სამოქალაქო საზოგადოება არის ის, რომელიც დაეხმარება ნორმატიული სახელმწიფოს მშენებლობა, ან ნორმატიული ამ შემთხვევაში ან სოციალისტური, ან კაპიტალისტური სახელმწიფოს მშენებლობას თავისი სამოქალაქო კომპონენტით. ანუ ამ შემთხვევაში ჰეგემონიას მან დამყარებს სამოქალაქო საზოგადოება და იმისთვის, რომ ჰეგემონია დამყარდეს, არ არის მხოლოდ რაღაცა ძალის კომპონენტი და არა სამხედრო და იძულებითი კომპონენტი, რომელიც სახელმწიფოს ლეგიტიმური კომპონენტია, არამედ არსებობს ასევე სამოქალაქო კომპონენტი, რომელიც კონსენსუსს შეგექმნის ქვემოდან. ანუ ეს რაღაცა ტიპის საზოგადოების მობილიზაციას ვინც ქმნის რეალურად, ვინც ახერხებს, რომ მის ირგვლივ საზოგადოების მობილიზაცია მოახერხოს. ამაზე საუბრობ შენ. ანუ რის გამოც ამ კონსენსუსის გამო სახელმწიფოს აღარ დასჭირდება ძალის გამოყენება. იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოება დაეყრდნობა, სახელმწიფო დაეყრდნობა სამოქალაქო საზოგადოებას. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი შეკითხვა არის ისეთი, როგორი სახელმწიფო.
ანუ ნეოლიბერალური სახელმწიფო, ისეთ სახელმწიფო თუ ასეთ სახელმწიფო. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს რაღაც ცოტა ვერტიკალურ იმაში რომ წარმოვიდგინოთ, სახელმწიფოს აქვს თავისი იდეოლოგია, შეიძლება იყოს ეს ისეთი ასეთი და მას აქვს საყრდენი სამოქალაქო საზოგადოებაში. ეხლა შენ საუბრობ იმას, რომ ჯერ უნდა იყოს შეთანხმება როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ. ეს არის ერთ-ერთი ხედვა სამოქალაქო საზოგადოების განმარტების. და მე ამის მიხედვით უკვე პასუხსაც მივიღებთ სამოქალაქო საზოგადოება რას ნიშნავს. კი ბატონო. ესეც სახელმწიფოში. კი, ანუ ეს განსაზღვრავს ამ შემთხვევაში იმას თუ ვინ შეიძლება შემდგომ მოვიაზროთ რაღაცა ახალი კულტურის შემქმნელად, ახალი საზრისების შემქმნელად, ხო? ანუ რა ვიცი, ახალი ავტორიტეტების თუნდაც კი არ ყვარცხის ეს ავტორიტეტების შესახებ საუბარი, მაგრამ როდესაც საუბარია რაღაცა ინტელექტუალურ აზრზე, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ხო რაღაცა ურთიერთგაცვლა და ასე შემდეგ. ანუ იმის მიხედვით, როგორი ტიპის სახელმწიფოზე შედგება შეთანხმება ან რაღაცა პოზიტიური ხედვის დამკვიდრება. ნუ ამას ხო, აი ეს შეთანხმება ალბათ შეგნით ვერ მოხერხდება. ეს შეთანხმება რაღაც საქართველოს შემთხვევაში რაღაც გეოპოლიტიკური რაღაც შეთანხმება უნდა იყოს პირველ რიგში. როგორი სახელმწიფო ვიქნებით. იმიტომ რომ მე არ მეთანხმები ალბათ. მეთანხმები. არ ვფიქრობ, რომ ესე დეტერმინირებული, ანუ სტრუქტურულად უნდა შევხედოთ აუცილებლად, ანუ იმ კონტექსტში, რომელ კონტექსტშიც სოფლიო არის, ხო, ან თავიდან დავიწყეთ საუბარი ზუსტად ამ საკითხზე, რომ აი გლობალური მოვლენების ნაწილად საკუთარი თავის წარმოდგენა, ხო? და ამ არსებულ აი ამ გლობალურ კონტექსტში რაღაც საუკეთესოს მოძიება. ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ რაღაცა კონკრეტული ხისტი იდეოლოგიური პატერნები აქ არ გამოდგება. ანუ ხისტი იდეოლოგიური ინსტრუმენტები თუნდაც, რომლებიც რაცა პირდაპირ კვალავენ გზას, ხო? თუმცა ამის გარეშეც თლად რაღაცა ესეთი ინსტრუმენტების გარეშეც არ უნდა იარო, ხო? რაღაცა ესეთი წარმოდგენა აქვს, მაგრამ უფრო მეტად ვფიქრობ იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ გარკვეულწილად რაღაცა აი მე მგონი აი შენ ხო ისტორიკოსი ხარ და საქართველოს დიპლომატიის ისტორია ძალიან საინტერესო მაგალითებს უნდა გვთავაზობდეს ამ მხრივაც, ხო? ეს პირველი ცვლილება არ არის ისტორიაში და ის თუ როგორ ადაპტირდებიან ამ ხელად ცვლილებებზე ჩვენნაირი ქვეყნები, ხო? მცირე ქვეყნები და როგორ ცდილობენ აი ამ კონტექსტში ჭკვიანური გამოსავლის მოძიებას, მე მგონი პირველ რიგში კარგი იქნება თუ აი ამ საქართველოს დიპლომატიური ისტორიიდანაც გავაახლებთ ამ მე ვხედავ აი რაღაც ხელისუფლების იმასაც ვიტყვი კრიტიკასაც მე ვხედავ გარკვეულწილად შიდა წინააღმდეგობას იმ პოლიტიკებსა და იმ მიზნებს შორის, რაც ხელისუფლებას გააჩნია. ერთი მხრივ ის უკვე გადავიდა კონსერვატიულ რაღაც ღირებულებებზე, რაც ნიშნავს, რომ კონსერვატიზმი პრინციპში თანამედროვე გაგებით ეს არის საკუთარი მდგომარე უმრავლესობისთვის რაღაცა მათთვის პოლიტიკის წარმოება, მათთვის სმენა და იმის გაჟღერება უფრო მაღალი რანგიდან, ხო? ეს არის კონსერვატიზმი, მაგრამ მეორე მხრივ აწარმოებ გარკვეულწილად ნეოლიბერალურ ეკონომიკას და ისე კონსტიტუციაში გაქვს ეს გამყარებული. ეს ორი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. მოდის წინააღმდეგობაში ასევე ისაც რომ შენ ერთი მხრივ გინდა დემოკრატიული ინსტიტუტების, ლიბერალური დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნება და მეორე მხრივ შენ გინდა ლიბერალურ სამყაროსთან დისტანცირება. ხო, იმიტომ ლიბერალური ინსტიტუტები ისე იყო შექმნილი, რომ ეს არ იყო იზოლირებულად ერთ ქვეყანაში, ხო? ეს იყო რაღაცნაირად ას გლობალისტური პროექტი იყო მეორე მხრივ. ანუ ეს ურთიერთწინააღმდეგობები ხელისუფლებას აქვს და სამდე ის საკუთარ თავში ვერ დალაგდება საბოლოოდ, რა მიმართულებით საბოლოოდ წავა. მე მესმის ახლა რომ ისეთი გეოპოლიტიკური რეალობაა, რომ ჯერ თამაშობთ და გარკვეულწილად გვაქვს ესეთი არამყარი სიტუაცია, მაგრამ ეს ახლა რაც ხდება, საბოლოოდ ეს კრიზისია თუ ეს არჩევანი არ გაკეთდება. ამას მე მივაბამდე შენს წინაშე კითხვას იმის შესახებ, ვინ შეიძლება იყოს ახალი სამოქალაქო საზოგადოება.
ხო? ანუ მე ალბათ, რა ვიცი, თუ თქვა სახელმწიფოს პერსპექტივიდან შევხედავთ ამ საკითხებს, შესაძლებლობას მივცემდი ზუსტად აი ესეთ ჯგუფებს, რომლებიც ამ საკითხზე რაღაცნაირად ახალ სიახლეს შემოიტანენ, იმიტომ რომ რეალური საკითხები ის საკითხები, რაც შიდა საკითხებია და რაზეც თქვათ შეიძლება რომ გარკვეულწილად რაღაცა ცვლილების მოხდენა შევძლოთ, არის ეგ საკითხები, ხო? ანუ რა ბოლოსკენ მივდივართ და ესეთი იმას შეიკითხები. აი რჩევათ რომ აგიყვანოთ, რომ ამ საკითხებზე უნდა ემუშაო ახალ სამოქალაქო საზოგადოებას. აი რა რჩევას მიცემდი, რა უნდა გავაკეთოთ? აი ისე და ამით დავასრულოთ. რა შეხედავ შენ ყველაზე ოპტიმალურ სიტუაციას საქართველოს? რა თქმა უნდა, ოპტიმალური სიტუაციები ჩვენთვის ცოტა ისეთია, ფუფუნების საგანია, მაგრამ მაინც რა შეთავაზებთ? ხო, პირველ რიგში ალბათ მე ვიფიქრებდი იმ ტიპის სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომელიც გარკვეული ტიპის პატრიოტული სულისკვეთების ნებისმიერ დარგში პროფესიონალს წარმოშობს. ანუ გულისხმობ იმას, რომ იქნება ეს სამეცნიერო ინსტიტუტები თუ სხვა, ხო? ჯერ აქვს ლოიალობა სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ. ჯერ აქვს ლოიალობა საკუთარი ხალხის მიმართ და მერე აქვს ლოიალობა ნებისმიერი რაღაცა, რა ვიცი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ ან ელჩის მიმართ. არა ვიცი, ეს პრინციპში არის პირველი, რომელიც ნებისმიერ ინსტიტუციაში იქნება ეს, რა ვიცი, მედია, აკადემია თუ სხვა, თუ რაღაცა სასწავლო დაწესებულებები და ასე შემდეგ. ეგ არის პირველი. მე დანარჩენზე საუბარი შეიძლება. მადლობა მონაწილეობისთვის, ნინო. მადლობა თქვენ. იწყება ახალი ეპოქა. რა თქმა უნდა, ჯერ ესეთი კონტურები არ არის ამ ახალი წესრიგის შექმნილი, იმიტომ რომ მიმდინარეობს პროცესი და ალბათ წინ კიდე დიდი პროცესები გველის, მაგრამ ის თუ როგორ საზოგადოებაში ვიცხოვრებთ, გარკვეულწილად ჩვენი პოზიციებსაც აქვს მნიშვნელობა. მე ვერ ვიტყვი, რომ მარტო ჩვენ პოზიციებს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ყოველ ჩვენგანის აზრს ექნება მნიშვნელობა ამ ახალ წესრიგის აშენებაში. ამიტომ ვისაუბროთ ამაზე, დატოვეთ კომენტარი, დაწერეთ, აუცილებლად დისკუსია ვაწარმოოთ ამის შესახებ, გქონდეს საკუთარი ხედვები და აი ამ დისკუსიაში გამოცადოთ. შევეჯიბროთ, ესე ვთქვათ, ვინ რა პოზიციიდან ხედავს. მე ვგონია, რომ რაზეც ვისაუბრეთ მე და ნინო, ეს არ არის სრული სურათი, ეს არის მხოლოდ ის რაღაც ნაწილი, საიდანაც ჩვენ ვუყურებთ ზოგადად სამყაროს და მას შორის ქართულ რეალობას, თუმცა ქართული რეალობა ვიაზრებთ, რომ ეს არის მრავალმხრივი და ბევრი ის შრე ჩვენთვის უცნობი არის. ამიტომ საჭიროა აი ამ დისკუსიის პროცესში ყველა ის შრე იყოს შევსებული და ჩვენ ვიცოდეთ ერთმანეთის რეალობა, რომელიც სამწუხაროდ დღეს ბოლომდე არ ვიცით. ამიტომ საჭიროა იდეები გავცვალოთ და გქონდეს დისკუსია. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.